და თათი აი როდესაც ვთქვათ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება რომ ქვეყანას ააცილეს რეალურად ომის საფრთხე ამას ოპოზიცია ამბობდა ამაზე ოპოზიციას ქონდა ხოლმე ასეთი ვთქვათ ძალიან პატარა წინადადება რომ ეს არის პროპაგანდა სიტყვა უბრალოდ წინადადებაც არ იყო ერთი სიტყვით პასუხობდნენ ხოლმე აი ხელისუფლების პროპაგანდა ეს თქვენ როგორც აი მოქალაქე აი ამ პროცესს როგორ შეაფასებთ რამდენად იყო რეალურად აი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით რა თქმა უნდა და ომის მომსწრე ადამიანი ვარ აი ზუსტად სტუდენტი ვიყავი როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და ეხლა ამ წიაღსულებში არ შევალ ერთი ხელის მოწერის გამო, აი ერთი ხელის მოწერა იყო საჭირო, ანუ დსთ-ს შესვლა, რომ აფხაზეთის ომი არ დაწყებულიყო, მაგრამ ომი დამთავრდა, ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, 300,000 დევნილი მივიღეთ, უბედურება, სისხლისღვრა და შემდეგ მოხდა დსთ-ს აი ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა დაჩოქილი ქვეყნის. რატო? იმიტომ რომ რადიკალიზმმა მოიტანა ეს ყველაფერი. რადგან შევარდნაძე ანტირუსული რიტორიკით ჩამოვიდა აქ, მას უკვე ის იყო უკვე პოლიტიკური ვითარების მძევალი, ოპოზიციის აქაური, რადიკალური ოპოზიციის მძევალი. ანუ ნახეთ, ჩვენ ისტორიის მანძილზე, ხო, აი ამ რადიკალიზმმა და პოლიტიკური პროცესის შეუფასებლობამ და რისკების შეუფასებლობამ არსებობს ესეთი ტერმინი პოლიტიკური ფასი. და ყველამ უნდა იცოდეს პოლიტიკური ფასი და აი ამ ეგრეთ წოდებულ ევროპულ მომავალში, რომელიც რეალურად არის ძალიან გაუგებარი რამ ჩემთვის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა თავის მომავალს თვითონ ქმნის თავისი ხელის და ტვინის განწრევით, ხო? რა პოლიტიკურ ფასს გადავიხდიდით, ძალიან კარგად არის ცნობილი, რაც იყო აფხაზეთში, რაც ხდება უკრაინაში და მონაგონი იქნებოდა ჩვენთან ეს სიტუაცია და მე უბრალოდ მართლა არ მესმის იმ ადამიანს, რატო იღებენ საკუთარ თავზე აი ამხელა რისკებს თაობების წინაშე. იმიტომ რომ ალბათ მათაც რაღაცის იმედი აქვთ. იმედი აქვთ რომ ვიღაცა უშველის და ჩვენ რიგით ადამიანებს არავინ არ გვიშველის.